თან არის ღმერთი. მოგეხსენებათ, რომ ეს სიტყვები ჩვენთან არის ღმერთი არის წმინდა წერილიდან. ემანუილ, როგორც იშვა ყრმა, როგორც ბრძანებს ამას წმინდა წერილი და ნიშნავს ჩვენთან არის ღმერთი. და ამ დღეებში ამ სიტყვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ჭეშმარიტად ჩვენ ვიაზრებთ და ვადიდებთ და თაყვანისცემთ იმ მოვლენას, როდესაც ქრისტე ღმერთი მოვიდა კაცობრიობასთან, განკაცდა ღმერთი. შეიმოსა ადამიანური სხეული და კაცთა შორის მოინდომა ყოფნა. ადამიანებთან ყოფნა და მათი ბედნიერება ღვთის სურვილი იყო და არის თავიდანვე. ღმერთმა შექმნა სამყარო მთელი თავისი მშვენიერებით, თავისი ბუნების კანონებით. მხოლოდ იმისათვის, რომ ადამიანს ბედნიერად ეცხოვრა ამ სამყაროში. ბედნიერი ცხოვრება არ ნიშნავს ცხოვრებას უქმად, სიზარმაცით, ფუფუნებით. სრულებით ამას არ ნიშნავს. ადამიანს უნდა ეშრომა, მაგრამ მიზანი მისი შრომისა იყო უნდა ყოფილიყო არა ის, რომ მას თავი ერჩინა და ამგვარად ეარსება ამ წუთის სოფელში, არამედ ის, რომ ეს დედამიწა მთლიანად წყალკოტად ექცია, სამოთხის ბაღად, სადაც ადამიანთა მყოფობას ექნებოდა მშვენიერება, ექნებოდა ურთიერთ სიყვარული, ექნებოდა ღვთის შემეცნება ამ სამყაროს, მთელი სამყაროს შემეცნება. მაგრამ სამწუხაროდ ადამიანმა სხვა გზა ირჩია. გზა ცოდვისა, ანუ რომელი იყო ეს გზა? გზა ღვთის სიტყვის დარღვევისა. რამე თუ უფალმა მხოლოდ ერთი მცნება მისცა, რისგანაც თავი უნდა შეეკავებინა. ნუ შესჭამ ნაყოფს შემეცნების ხიდან. ეს ერთი იყო, ასე თქვათ, დადებული რაღაცა ზღვარი. დანარჩენი ადამიანისათვის ყოველივე იყო მოცემული. ყველა ნაყოფი, ყველა ცხოველთან ურთიერთობა ადამიანს ესმოდა და მას უსმენდა ლომით, ვეფხვით, ვეშაპით და ყველა ცხოველი. მაგრამ როგორც კი ადამიანმა დაარღვია ღვთის სიტყვა, მოხდა ძალიან ღრმა და
ძიმე ტრანსფორმაცია მთელი სამყაროსი, არა მხოლოდ ადამიანისა. მთელი სამყაროსი. იმიტომ რომ ხრწნილება შემოვიდა სამყაროში. შემოვიდა სიკვდილი, ტკივილი, ავადმყოფობა. უკვე მიწა კი არ გახდა როგორც ედემის ბაღი, სადაც ყველაფერი აღმოცენდებოდა ღვთის მადლით და ყოველივე იყო ადამიანისათვის სასარგებლო, არამედ მიწა დაფარა ეკალ ბარდმაც და ადამიანს დღემდე უწევს შრომა მიწაზე, რომ მან მიიღოს სარჩო-საბადებელი საკვები. ყველაფერი ჩვენ თუ დავფიქრდით, საბოლოოდ მიდის საკვებამდე. იმიტომ რომ საკვები არის ის, რაც ამ წუთის სოფელში ჩვენ აუცილებლად გვჭირდება. ჩვენ შეიძლება არ დაგვჭირდეს ლამაზი ტანისამოსი. ჩვენ შეიძლება არ დაგვჭირდეს ლამაზი მანქანა და სახლები, მაგრამ საჭმელი ყოველთვის გვჭირდება. იმიტომ რომ მისგან ღებულობთ ჩვენ სასიცოცხლო ძალებს. და აი ამ სასიცოცხლო ძალების ჩანაცვლება მოხდა ძვირფასო ძმანო და დანო. თუ ადამიანი მანამდე სასიცოცხლო ძალებს ღებულობდა ღმერთთან ურთიერთობაში და ცხოვრების ხის ნაყოფისაგან ედემის სამოთხეშიც სხვა მცენარეებისგან, ახლა უკვე ადამიანს უწევდა შრომის გაწევა, ბრძოლა იმისათვის, რომ იმგვარად დაემუშაებინა მიწა, რომ მას ნაყოფი გამოეღო, რომ მას შესაბამისობაში ქონოდა ზე, თვარე, ბუნებას ხელი შეეწყო. დღესაც ასეა, სოფლის მეურნეობა მოგახსენებათ. და აი ამ ვითარებაში ვიმყოფებით ჩვენ დღევანდელ დღემდე, იმიტომ რომ სამწუხაროდ ადამიანის დაცემა და აი ამ დაცემასთან ერთად ეს ტრანსფორმაცია ცოდვისაკენ სულ უფრო და უფრო მეტად გაღრმავდა. გაღრმავდა ადამიანის შვილებში. იცით, კაინმა მოკლა თავისი ძმა. ჩაისახა მოდგმა ცოდვისკენ მიდრეკილი. მოხდა ანგელოზების დაცემაც, როგორც ბამები ბრძანებენ ამას, რომ ადამიანის ასულმა ანგელოზებიც კი აცთუნეს. ძე ღვთისანიო, ასე ამბობენ. წმინდა წერილი ასე ამბობს და ზოგი გამმარტებელი წმინდა წერილისა ამბობს, რომ ეს ანგელოზების დაცემა იყოვო. ცოდვა გამრავლდა და მივიდა იქამდე, რომ სულ რამოდენიმე ადამიანი რჩებოდა ღვთისერთგული და წარღვნამ დაფარა დედამიწა. იმისათვის, რომ ნოეს მოდგმიდან კვლავ ახალი კაცობრიობა გამოსულიყო. ახალ კაცობრიობას ეცხოვრა დედამიწაზე, კაცობრიობას, რომელიც იქნებოდა ღმერთთან ახლოს, იქნებოდა ღვთისმადლიერი. მაგრამ ესეც ვერ შეძლო კაცობრიობამ. ქამმა ცოდვის გზა აირჩია, გზა უბადურობის,
თავხედობის და ამგვარად გრძელდებოდა ვიდრე აბრამამდე რამე თუ კაცობრიობა მანამდე მთლიანად მიექცა წარმართობისაკენ და წარმართობასთან ერთად ყველანაირი ცოდვისკენ. თქვენ ყველას მოგეხსენებათ ისტორია სოდომისა და გომორისა. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ორ ქალაქზე, იქ რამოდენიმე ქალაქი იყო, მაგრამ სოდომი და გომორი ყველას აღემატებოდა თავისი ცოდვით. და ეს ცოდვა კი არ იყო მხოლოდ სოდომური ცოდვები, არამედ ეს იყო ყველა ცოდვა თავშეყრილი იმ ქალაქების მკვიდრებში. და ყველაზე დიდი ცოდვა, რომელიც შეიძლება ითქვას ამ ადამიანებს გააჩნდათ, იმ სოდომურ კავშირებთან ერთად ეს იყო უსიყვარულობა, მოყვასისა და უსამართლობა. და რაში გამოიხატებოდა ეს უსიყვარულობა? სოდომელების და გომორელების წესით სტუმარი არ უნდა მიეღოთ მათ. სტუმარისთვის არ შეიძლებოდა სტუმრისათვის გამასპინძლება. ვინც სტუმარს მიიღებდა, ის იდევნებოდა საზოგადოებიდან, შეიძლება სიკვდილითაც კი დაესაჯათ. ამას ბრძანებს გარდამოცემა ებრაული. და დიდი უსამართლობა, რომელსაც იძენდნენ და ამასთან ერთად ეს გარყვნილება, რომელიც დასადგურდა ამ ქალაქებში. და მოგეხსენებათ ხვედრი ამ ქალაქებისა, რომ ისინი იყვნენ დასჯილი ამის გამო. ანუ ისეთ დონეს მიაღწია ყოველგვარმა ცოდვამ, რომ გამოსწორების საშუალება არ იყო არანაირი. და მართალ ადამიანებად რჩებოდნენ აბრაამი, ლოთი, მისი ძმისშვილი, აბრაამის მსახური ელიაზარი და აბრაამმა ისმინა სხვა უფლისა და სამყაროს შემეცნებით აღიარა ერთი შემოქმედი ღმერთი. და ღმერთი დებს აბრაამთან აღთქმას, რომ შენს მოდგმაში მოვავლინო ის, ვინც იხსნის კაცობრიობას ცოდვისაგან. და ეს მოლოდინი ჰქონდა მთელს კაცობრიობას 1000 წლეულების მანძილზე. განსაკუთრებულად ეს მოლოდინი იყო ებრაელთა ერის შვილებს შორის. ამაზე საუბრობდნენ მამათმთავრები, ერის მსაჯულები, წინასწარმეტყველები, მართალი ადამიანები, რომ კაცობრიობას მოევლინება მხსნელი, რომელიც ცოდვის ტყვეობიდან, ეშპაკის კლანჭებიდან გამოიხსნის კაცობრიობას და მისცემს მას საშუალებას ღმერთთან
დაბრუნების, სამოთხეში კვლავ ყოფობის. მაგრამ იმდენად იყო კაცობრიობა ამ ყველაფრის შემდგომ მაინც დაშორებული ღვთისაგან და იმდენად სახეცვლილი, რომ ეს არავის არ ძალუძდა, ვერც წინასწარ მეტყველებს, ვერც მამათმთავრებს, ვერც ანგელოზებს. ეს იყო შესაძლებელი მხოლოდ ღვთისათვის. და უფალმაც თავისი მხოლოდ შობილი ძე მოავლინა, რომელიც განკაცდა და რომელმაც თავის თავში გამოიხსნა მთელი კაცობრიობა. ქრისტემ ჩვენ გამოგვიხსნა არა მხოლოდ სულიერად, არამედ ხორციელადაც. მან აღადგინა დაცემულ კაცობრიობაში ადამიანური მდგომარეობა და უფრო მეტი მოგმადლა ჩვენ, უფრო აღმატებულია ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა იმათი, ვინც ქრისტეში არის დაბადებული, ანუ ნათლობის მადლი აქვს და სწამს ქრისტე. აღადგინა უფრო მეტით, რამე თუ ჩვენ მოგცა მადლი სულისა წმინდისა. სული წმინდა ღმერთი მოქმედებს ჩვენთან და ჩვენს მიმართებაში და მოქმედებს ადამიანებშიც. როდესაც ადამიანი იწმინდება და მთელი თავისი არსით ქრისტეს შეუდგება. ეს არის ეს შესაძლებლობები, ძვირფასო ძმანო და დანო, რომელიც ძალიან მოკლედ ვთქვი მე, რამაც ქრისტეს განკაცებამ და შემდგომ უკვე მისმა ჯვარცმამ და აღდგომამ მოგმადლა ჩვენ. მაგრამ ამ დღეებში ჩვენ ვიზეიმებთ ქრისტეს ჩვენთან კაცობრიობასთან მოსვლას. მის ქადაგებას ვიხსენებთ მერე, იმიტომ რომ ზუსტად ქრისტეს სიტყვები არის უკვე ის ახალი აღთქმა, ანუ კავშირი აღდგენილი ღმერთსა და დაცემულ კაცობრიობას შორის. და ქრისტეს სიტყვებს გამოვყავართ ჩვენ არა მხოლოდ დაცემულობის მდგომარეობიდან, არამედ მის წყალობასა და მადლს ჩვენ თავად ქრისტეს მდგომარეობაში მიშევყავართ მადლით. არა ბუნების არსით, არამედ მადლით, ძვირფასო ძმანო და დანო. და ჩვენ ხვდებით უკვე მსგავსნი ქრისტესი და ცათა სასუფეველის მკვიდრები, მსგავსი ანგელოზთა, მსგავსი ზეციურ ძალთა. აი ამდენი წყალობა არის ჩვენზე მონიჭებული. ზოგჯერ ჩვენ ეს არც გვესმის მთელი შინაარსით. ზოგჯერ გვესმის, მაგრამ საკუთარ თავში ძალას ვერ პოულობთ, რომ სრულყოფილად ღმერთს დაუთმოთ ჩვენი ცხოვრება და ეს ყოველივე შევიმეცნოთ, მივიღოთ
გვიშლის ჩვენი დაცემული ბუნება, მაგრამ ყველაზე მეტად რაც ადამიანს ღმერთთისგან აშორებს, ეს არის ამპარტავანება და დაავადებული პატივმოყვარეობა. ამპარტავანებამ დასცა ანგელოსის ზეციდან. და წმინდა წერილი ძალებს ძველ აღთქმაში არის ეგ სიტყვები, რომ ღმერთი ამპარტავანთა შემოსრავს, ხოლო დაბალთა მოსცეს მადლიო. და ამ შობის დღესასწაულის დღეებში, რომელსაც უკვე 3 დღეში ვიზეიმებთ, ახლადშობილ ყრმას იესოს შევსთხოვოთ, რომ ჩვენს გულში იშვას სიმდაბლე ღვთის გულისათვის, ღვთის სადიდებელად. და როგორც თვითონ დაბლად, ყველასაგან მიტოვებულად, არანაირი განდიდებით მოევლინა ამ წუთის სოფელს ცხოველთა სადგომში და ცხოველთა ბაგა იქცა მის პირველ სარეცელად, რომელშიც ჩვილი ჩააწვინეს. აი ასეთ ბაგად იქცეს ჩვენი გული ღვთის გულისათვის და მაშინ ჩასვენდება ჩვენს გულში ქრისტე. მერთმა დაგლოცოთ, ძვირფასო ძმანო და დანო, ყველას გილოცავთ მოახლოებულ დღესასწაულს ქრისტეს შობისა და უკვე თუ დაბლად მივეახლებით მაცხოვარს, მაშინ ქრისტეს შობის დღესასწაულის სიხარულს სრულყოფილად ვიგრძნობთ. რამდენადაც ჩვენთვის არის შესაძლებელი იმ სრულყოფილებით, რომელიც ჩვენშია და რამდენადაც ჩვენთვის არის შესაძლებელი, იმდენად ვიგრძნობთ სიხარულს, მისტიურს. ქრისტეს შობისა და ამ საოცარი ღამისა. მერთმა დალოცვილი გამყოფოთ ყველანი და ღვთის მადლი და წყალობა იყოს თქვენთანა, მაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.